საღამოშვიდობის ეთნოსური ტელემაყურებლებო ეთერშია გადაცემა ნაცნობის სახელები ტრადიციულად ჩვენ საინტერესო პიროვნებას წარმოგიდგენთ. ამჯერად ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ თუთი საინტერესო ადამიანი, მის შიდა ქართლის ტიტულის წლევანდელი 2005 წლის გამარჯვებული ნათია გიგუაშვილი უფრო დაწვრილებით მის შესახებ ჩვენი გადაცემიდან შევწყვეტთ. ბლიც ანკეტა. დაბადების ადგილი ქალაქი გორი, ზოდიაქოს ნიშანი, კირჩხიბი, საყვარელი საჭმელი, შემწვარი კარტოფილი, საყვარელი სასმელი, ფორთოხლის წვენი, საყვარელი მწერალი, ნოე ნოველიძე, წელიწადის საყვარელი დრო, გაზაფხული, საყვარელი ფერები, მწვანე, ლურჯი და თეთრი, ჰობი, ცეკვა და სპორტი, საყვარელი ქალაქები, გორი და ბათუმი, საყვარელი ფრაზა, სილამაზეში კი არ უნდა ეძებოს სიყვარული, არამედ სიყვარულში სილამაზე. ბიოგრაფიული შტრიხები. ნათია გიგუაშვილი დაიბადა 1988 წლის 15 ივლისს 2005 წელს დაამთავრა გორის მესამე საშუალო სკოლა. ამავე წელს ჩააბარა სუხიშვილების მრავალპროფილიან მცირე აკადემიაში იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელზეც მოხდა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების შემდეგ. 2005 წელს მიიღო მონაწილეობა მის შიდა ქართლში და მოიპოვა მის შიდა ქართლის ტიტული. ამავე წელს მიიღო მონაწილეობა სილამაზის კონკურსში მის საქართველო. ყავს დედა მარინე, მამა გიორგი და ნინო, ძმა დათო. ის ბავშვობაში წყნარი და მშობლების დამჯერი იყო, სკოლაში კარგად სწავლობდა. მამასთან განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა და სულთან დახვებოდა. ნათია ბავშვობიდან ოცნებობდა მოდელობაზე, ეს ოცნება მან ნაწილობრივ აიხდინა კიდეც. სურდა აგრეთვე იურისტობა და წელს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტიც გახდა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების შემდეგ. მან მშობლები დაიყოლია და წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც მიიღო მონაწილეობა იმით ცენტრის მიერ ჩატარებულ სილამაზის კონკურსში. შედეგმაც არ დააყოვნა და გახდა მის შიდა ქართლი. ამ გამარჯვებამ მას დიდი სიხარული მოუტანა. ჟიურის გადაწყვეტილებით აღფრთოვანებული ნათია ცრემლებს ვერ მალავდა, ემოციებით ისე იყო სავსე. მის შიდა ქართლი 2005. ვფიქრობ, რომ ვიყავ ძალიან ჭკვიანი ბავშვი, სადაც დავსვავდნენ იქ ვიჯექი ყოველთვის, ისე. და დავყვებოდი სულ მამაჩემს, სადაც მიდიოდა ყველგან იქ ვიყვებოდი. და ჩემდას ვიცავდი ხოლმე, თუ ვინმე გააბრაზებდა, მე ვიყავი ჩემთვის დამცველი. თავიდანვე მქონდა სურვილი, რომ ყოფილიყავი მოდელი და მას შემდეგ რაც ნახე კონკურსები მქონდა სურვილი, რომ ის გამოვსულიყავი. გამოვედი კიდეც გორშიც მივიღე მონაწილეობა, 2 წელი ვიღებდი მონაწილეობა. მე გამიმართლა და წავედი თბილისში. არ ველოდებოდი, თუ გავხდებოდი მის შიდა ქართლის საერთოდ და ძალიან გამიხარდა, მე ტირილში გამოვხატე ჩემი ემოცია. ნათია გიგუაშვილს ჩვენ შევხვდით გორში, ოჯახურ გარემოში, საკუთარ სახლში. გავიცანით მისი და-ძმა, მშობლები, აგრეთვე იმით ცენტრის რეგიონალური წარმომადგენლები თია და ლალი. აქვე შევხვდით ჩარშანდელ მის ვიცე ქართლს ნათია ჯაბახიძეს, რომელმაც წელს კასტინგზე გასვლის შემდეგ მონაწილეობა მიიღო ნათიასთან ერთად მის საქართველოს შესარჩევ კონკურსში. პატარაობიდანვე მაინტერესებდა ეს სფერო და ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის, რომ მოხვედრილიყავი მის საქართველოზე, საკუთარ თავზე ვმუშაობდი. შემდეგ 2004 წელში გავხდი ვიცე მის ქართლი და მერე თია და ლალი ძალიან მეხმარებოდნენ, მუშაობდნენ ჩემზე, რომ რა ვიცი რა, ბევრი მომზადება გვჭირდება საერთოდ და წელს მივიღე კასტინგში მონაწილეობა, გამიმართლა და მოვხდი მის საქართველოზე. კონკურსად გოგონებს მოსამზადებელი პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებული რეჟიმით უწევდათ ცხოვრება. მათ ჩაქვრის სასტუმრო ოაზისში მოუწიათ ყოფნა და იქ ინსტრუქტორები უტარებდნენ ვარჯიშს. იყვნენ დიეტაზე, ეუფლებოდნენ სიარულის ტექნიკას. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა რთული იყო, მაგრამ გოგონებმა ამ დავალებებს გმირულად გაართვეს თავი და ორივე ნათია მოხვდა იმ 22 გოგონას შორის, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს მის საქართველოზე. მქონდა ძალიან მკაცრი რეჟიმი, ჭამდით გრამობით ჭამდით ნაკლებს, რა თქმა უნდა, რო არ გავსუქებულიყავით და ყოველთვის გვშიოდა, როცა თან ვარჯიშობდით და კარგადაც ვერთობოდით ვარჯიშის დროს. ვიპარებოდით ხოლმე ბუნგალოში. ჩამოდიოდნენ მერე მასწავლებლები, წაგვიყვანდნენ, მეორე დღეს ისე მივდიოდით. გოგონები ყველა ძალიან მოწესრიგებულები უნდა ყოფილიყავით, პუნქტუალურები.
და ყველაფერი ამის დამსახურებაა, რომ ჩვენ საუკეთესო ფორმაში წავსდექით მაყურებლის წინაშე. იყო ძალიან რეჟიმი იყო ძალიან დაცული, კვების მხრივ ვარჯიში, ცეკვა და სხვა 1000 ვარჯიში ჰქონდა. კვებაც შეზღუდული, რა თქმა უნდა. და ეს ყველაფერი ძალიან კარგად დაისახა ჩვენზე. ჩემი აზრით ეს ერთი თუ ყველა გოგონასთვის ბედნიერი და ერთ-ერთი საინტერესო პერიოდი იქნება იმათ ცხოვრებაში, იმიტომ რომ შევიძინეთ უამრავი მეგობარი, დავეხვეწეთ როგორც ადამიანები, მოხვდით უფრო უკეთეს საზოგადოებაში და ძალიან კარგი გავლენა იქონია და ჩემი აზრით ეს ძალიან კარგი რომ საქართველოში ლამაზ გოგონას და საერთოდ ყველა გოგონას აქვს საშუალება რომ მოხვდეს იმიჯ ცენტრში და გარკვეულწილად გარეგნულად შინაგანად როგორც ადამიანი, როგორც ხალი დაიხვეწოს და ჩამოყალიბდეს. და ძალიან დიდი მადლობა ეთიას და ლალის რომ ასე ზრუნავენ ჩვენ შიდა ქართლის გოგონებზე და ჩვენს პოპულარიზაციას ცდილობენ და ყველანაირად ცდილობენ რომ აი ჩვენ აქედან გოგონები მოხვდეთ მის საქართველოში და ჩვენი კუთხე თავისებურად წარვადგინოთ. 3 წელია რაც გორში არსებობს იმიჯ ცენტრი და თამამად შეიძლება ითქვას რომ შიდა ქართლის გოგონებს თავი არ შეუძღვენიათ სილამაზის კონკურსზე. იმიჯ ცენტრის რეგიონალური წარმომადგენლები ჩვენთან გულახდილად საუბრობენ კონკურსის მოსამზადებელ ღონისძიებებსა და იმ გოგონების შესახებ, რომლებმაც წელს მიიღეს მონაწილეობა მის შიდა ქართლის კონკურსზე. წელი არ გასულა, რომ ჩვენი გოგოებს მონაწილეობა არ მიიღოთ. იცით თქვენ თვითონ ვინ იყვნენ ეს გვარები სახელები, თქვენ თვითონ კარგად იცით, წელსაც მე კმაყოფილი ვარ, პრინციპში კმაყოფილი ვარ. კარგი იქნებოდა თქვა 10-ულში იქნებოდნენ, მაგრამ პრინციპში მომზადების დონე ყოველთვის კმაყოფილი ვარ და ვფიქრობ, რომ მომავალ წელს ეს იგივე შედეგი იქნება, თუ უფრო კარგი არა. ეხლა იმის ცენტრი უკვე მესამე წელია ასეთ ამ კონკურსს ატარებს და მე ბევრი ითქვა, ბევრი დაიწერა, მე ვიტყვი, რომ ეს არის უმაღლესი დონის სილამაზის კონკურსი საქართველოში. უკმაყოფილოები იყვნენ კვებით, იმიტომ რომ შეზღუდული კვება ჰქონდა და ფაქტურად აი წუწუნებდნენ, თან ჰქონდათ შემდეგ დღეში 5 საათს, 4 საათს ცეკვავდნენ, აკეთებდნენ ვარჯიშებს, განსხვავებულს, აი ძალიან ისეთ რაღაც ფორმაში იყვნენ, ძალიან კაი იყო მოკლედ და რა ვიცი, მე გავიხსენებ იმას, რომ საღამო იყო, უკვე ცეკვის შემდეგ ღამე ცეკვავდნენ, უცბად გავიხედა გოგოები არ არიან, სად არიან და ბუნგალო იყო, გორს და გაიპარდნენ ბუნგალოში მივედი დავადექი. წავგეგე ხა დროზე სახში და გამოვყარე იქიდან წუწუნით გამოვყარე, მაგრამ მეორე დღეს მე თვითონვე წავიყვანე და ცეკვას იქ ბავშვებმა. რა ვიცი, მე მგონი კმაყოფილები არიან, რა ვიცი, რამდენადაც მე ვიცი. როგორც კი მოახლოვდება ეს წინა პერიოდი ამ კონკურსის მის შიდა ქართლის პირველ რიგში ვიწყებთ, სადღაც აპრილიდან ვიწყებთ ხოლმე ამ კონკურსისთვის მზადებას. სხვათა შორის მე და თია ერთად დავდივართ ხოლმე სკოლებში, ესე ქუჩებშიც კი ვხვდებით გოგონებს და ესე ვიხმობთ ხოლმე ჩვენთან, მე უკვე მოდიან, პირობებს ეცნობიან. ძირითადად იგივე პროგრამით ვარჯიშობთ, ანუ ეს არის ვარჯიშები ფიტნესის მიმართულებით, რომელსაც ეწოდება ტაებუ. მე ინსტრუქტორი გახლავართ და თვითონ გოგონებს ვამზადებ ხოლმე გორში აქ დარბაზში. გარდა ამ ვარჯიშებისა კიდე დეფილეს ტექნიკასაც ჩვენ არ ყავს ახლა ისეთი მასწავლებელი ეგრეთ წოდებული, რომელიც უშუალოდ შეასწავლის, მაგრამ ვცდილობთ ხოლმე მეც ვერევი ხოლმე რაღაც სიარულის იმაში ტექნიკას შევასწავლი და ის გოგონები, რომლებმაც შარშან წინ მიიღეს უკვე ეს გამოცდილება, ანუ აი კასტინგში მიიღეს მონაწილეობა თბილისში. სვეტა სარქისოვა ეს მის გორი გახდა 2003 წელს და შარშანდელი ნათია ქალიაშვილი. მის გრაცია იყო, მე მგონი თუ არ ვცდები. და გვეხმარებიან ხოლმე სხვათა შორის გოგოები და რა ვიცი, რაღაცა გამოდის საერთო ჯამში უკვე არ გვაქვს ხოლმე იმის შიში, რომ დაუშვათ გოგოები მის საქართველოზე როგორ წარდგებიან, ანუ იმედი გვაქვს ხოლმე, რომ ფორმაში არიან, პარამეტრებში ჩნდებიან, მინდა გითხრათ, დამაკმაყოფილებელ პარამეტრებში და ასევე სიარულის ტექნიკაც არ გავჭირდებათ ხოლმე, მე თვითონ აღნიშნავს ხოლმე ამას. ვიტყვის ხოლმე, რომ მოწონს ასე ვთქვათ, რა ჩვენი მომზადებული გოგონები. ნათია გიგუაშვილს რაც შეეხება. ჯერ ყველაფერი წინა აქვს, მინდა გითხრათ და დიდი წარმატება იყო უკვე ეს, მე ასე ვთვლი, როდესაც 300-მდე კონკურენტი ყავს ხო ადამიანს, გოგონას და კასტინგზე იღებს მონაწილეობას და 300-დან უნდა აირჩიონ 28 კონკურსანტი და მათ შორის ხდება ხო ნათია გიგუაშვილი, უკვე დიდი წარმატებაა.
და ასე რომ ჯერ კიდევ ყველაფერი წინ აქვს და ვნახოთ რა ვიცი მომავალი გვიჩვენებს. ნათია ჯაბახიძემ უკვე იპოვა თავისი რჩეული, გაბედნიერდა და შექმნა ლამაზი ქართული ოჯახი. ნათია გიგუაშვილს კი ჯერ არ ჰყავს რჩეული. მისი მომავალი მეუღლე უნდა იყოს მიზანდასახული, ერთგული და სულიერად ძლიერი პიროვნება. ეს ალბათ მისმა თაყვანისმცემლობა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ. მას კარგად ეხერხება საოჯახო საქმიანობა, ამზადებს საკმაოდ გემრიელ კერძებს, თუმცა დედა ძალიან არ ჭირთავს მას საოჯახო ფუსფუსით. ნათიას მიზანია გააგრძელოს სწავლა, სურს გააკეთოს უფრო მეტი და გახდეს პოპულარული, წარმატებული. რეგიონის მოსახლეობას კი უსურვებს, რომ ერთმანეთს გაუფრთხილდნენ და ადამიანები ერთმანეთის მიმართ იყვნენ კეთილგანწყობილნი. ჩემი მიზანია გავაგრძელოს სწავლა. სხვა მიზანი ჯერ არ დამისახავს. უსურვებდი მთელს მოსახლეობას იყვნენ ერთმანეთისადმი კეთილად განწყობილი, გაუფრთხილდნენ ერთმანეთს. საკუთარ თავს რას უსურვებს? გავაკეთო უფრო მეტი. მის შიდა ქართლმა ნაწილობრივ უკვე აიხსნა თავისი ბავშვობის ოცნებები. ამ ლამაზი ტიტულის მფლობელი გახდა და ჩააბარა იურიდიულზე. თუ რა მოხდება მის პირად ცხოვრებაში, ამას ალბათ მომავალში შევიდღობს. მანამდე კი მას დიდ წარმატებებს უსურვებთ. ტელემაყურებელმა ამ ჩვენი გადაცემა დასასრულს მიახლო და ჩვენ ერთგულაში კვლავ შევხვდებით ერთმანეთს და თქვენთვის საინტერესო ნაცნობიერებებს წამოვიდეს. დიდი მადლობა ყურებებისათვის, ნახვამდის.